ის ადგილზე ნუჯდებით მაგრამ. დასაგებია რომ უნაკლო იყოს ჩემი ფეხი თქვენ. და ჩვენი ფეხიც ბედნიერი იყო ეს ტელევიზიაში მაშინ. გილოცა დღეიდან რეიტინგი დაიდება. როგორ უნაკლო ხო? უნაკლო მაგაც არია. ირაკლი ჯო. ირაკლი. ხო მაგრამ უნაკლოს ხო გეძახიან რა და არის ეგეთი. ხო და ეხა მეც მინდა ჩემი ძმაკაცი გაგაცნო უნაკლო. გაიცანონი. ჩამოართვა ხელი. ეხა ცოტა იმ თემასაც მინდა დაუბრუნდე რა, ანუ უკრაინაში. უკრაინის ამბავს რა, ეს ხალასწიაკები და. ანუ რა ხდება ცოტა რომ ამბობს. პროექტი ხალასწიაკი რა ხდებოდა, ანუ მე ვარ და ძალიან ბევრი გოგო. 3 თვის განმავლობაში დავდივარ პაემნებზე, სხვადასხვა პაემნებს ვაწყობ. ხო. და ბუნებრივია ჩდება რაღაც გარკვეული გზნობები და საბოლოო ჯამში პროექტის ბოლოს ვისაც ესე ვთქვათ, ვისთანაც ალბათ ყველაზე კარგი და ღრმა გზნობები განვითარდება და თუ გზნობა გაჩნდება სიყვარულით, ქიმიაც და ყველაფერი ერთად, ანუ საბოლოო ჯამში მე ვირჩევ ერთ-ერთ შეუგო. არა, ცოლად მოყვანაზე არ არის საუბარი რა, ანუ ცოლად მოყვანაზე არ არის საუბარი, უბრალოდ პროექტი არის შექმნილი იმისთვის, რომ რაღაც წყვილი შედგეს და დაიწყო ურთიერთობა. აი, ანუ ხალასწიაკი 2016 ხარ შენ? 2016 კი. მე ვნახე სხვათა შორის ხალასწიაკი 2017, იგივეა, ზუსტად ცოტა ცხვირი აქვს შეცვლილი. რესტაილინგია. რესტაილინგია. ანუ იცი რა. მაინც კლასიკა ხო იცი, მაინც ფასობს უფრო. რა თქმა უნდა, კლასიკა ფასობს. ანუ ეს 30 გოგოსთან ანუ შენ თქვი რომ პაემნები ქონდა რაღაც სტადიონი და რაღაც და ეგეთები არ მასწავლდა გადაჭამა. აუ იცი არა? ნახ მე დავინახო ეგეთი საბჭოთა კავშირი, ან გვაქვს საბჭოთა კავშირი. მაგარი შინაურული კითხვა გააქვს. ხო, რა ესეთ. შინაურები ვართ რა. ვერ ხვდები რაზეა საუბარი. აა ვერ ხვდები, აი მეილის ამბავი აქვს ხო? მეილი უნდა მავა. აი ლელო მოგწერს მეილი. აი სანდრა, ეხა შეეძებს გვაქვს რაღაცა კითხვები არის რა. ეს ყველაფერი ნატურალური თუ გენმოდიფიცირებული? ნატურალურია ჯერჯერობით. აპირებ გენმოდიფიცირებას? რავი, ალბათ ასაკთან ერთად კი. ხო, მაგრამ მაინც ფიტნესი გადაგვარჩენს ახლა რა. კი, კი, ფიტნესი შველის. ფიტნესი გადაგვარჩენს კი. ჩუნებს. პრესი გაქვს ისე შენ? კი, აბა. ნომერი დაჭიმია ბა შენი. აი რა ხდება ახლა შიდა კონკურენცია რა. ჯერ სისხლი არ ყოფილა ჯერ არა. სიმართლე. რაღაც ძალიან მეგობრული შეიკრიბა რა. აი ეხლა რა. არა, ანუ ჯერჯერობით შეიძლება დასაწყისი. მეგობრების გაჩენა. არა, არა, დასაწყისი არის სამი კვირა და მართლა ვიტყვანო, ძალიან რა. მაგარი, ესე ვთქვათ, წყვილებიც ეკვავენ და ანუ არანაირი ის არ ყოფილა რა, რაღაცაც შენ. და ბრაზილიელს როგორ შეეწყვეთ, ანუ რამე ფანტასტიკური. მენტალიტეტი ახლოს ვარ კარგად, ჩვენ. ვასწავლით, გავცვალეთ სიტყვები, ცოტა ემოციებში რო გადავდივართ ხოლმე, სიტყვებს ვასწავლით ერთმანეთს. თვითონ უჭერს ფსიქოლოგიურად, ანუ ძალიან დიდი ანუ სტრესში ვარო რა, ანუ იძახის, იმიტომ რომ რაღაცას კულტურა სხვა არის, ყველაფერი სხვა არის და რაღაც ბევრი მეგობარი ჯერ არ ყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მე ვიმეგობრებ დიდი სიამოვნებით. ხო, სულ აინტერესებს უნაკვთოები მანახეთ. მე ეს ბრაზილიელები მაინტერესებს. რა დამთხევა? არგო ვიღაცა არის ინდური ფილმების პროდიუსერი რა. ჩვენ შორის? ჩვენ შორის. არის. მართალია? ერთი ამიხსენია იქ თემა როგორ არის რა. ინდოეთის ბაზარი არის ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ 3000 ფილმზე მეც იღებენ წელიწადში, ალბათ ხვდები ამ რაოდენობას და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი დაწყებული ძალიან მაგარი ლოკაციებით, ტექნიკით, პროფესიონალებით, ანუ საქართველო გახდა პოპულარული და მე მგონი არა მარტო ინდოელებისთვის, მე მგონი რაღაც BBC-მაც რაღაც სოფლიოსთვის, მაგრამ ინდოეთი იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი წარმატება, ძალიან ბევრი ბევრი გამოდის. აი ზეგ გვეწყება კიდე ერთი გადაღება სიმღერების. ხშირად არის, რა თქმა უნდა, მიყენებთ ქართულ. რაღაც აქვე უნდა ამდენი გრიმი რო არ გესო, უფრო ღია ფერებში მახსოვს. რა პრობლემაა? სულ მეგონა რომ აი ახან ინდური ფილმების პროდიუსერი იყავი, აი რასაც გელაპარაკებოდი, ეს ხმა გვიან მოდიოდა შენ. რა თქვა? ეხა მოვიდა. რაღაც პერიოდი რომ შეიძლება. ეს ვაფშე წინა ხუმრობაზე იცინო. ეხა შემოვედი. ეხა მოვიდა. ასე ძალიან დახვეწეს, ანუ აღარ არის ისეთი, აი რა ჩვენაც გვახსოვს დაარტყავს და მანქანა ფეთქდება და რაღაც ეგეთი აღარ არის რა. ყველაზე ცნობილი მსახიობი ვინ ყავდათ ჩამოყვანილი? ჯიმი გახსოვს? ჯიმი ჯრჟი გიტარო ეს დისკოს მოცეკვავე. მithქონი. ნუ ეს მაგაზე ყველა გაიძ მithქონ ჩაკრაბორდი იყო ერთ-ერთი პირველი ვინ ძალიან იყო ხო?
მითხუნ ჩაკრამოთ. რაჭკაპურის შვილი ყავდა ეხლა 1-2 კვირის წინ. რაჭკაპურიჩი. შენ და ქალბატონ იზაგოლესიანის ერთობლივი პროექტი იყო ეგ მე როგორც ვიცი. საათაშორის კი ჩართული იყო. კი, დიდი მოკითხვა ქალბატონ იზას. მოკლედ ალექსანდრა არის ჩვენი გადაცემის გაზაფხული რა. არც ერთი წლის გადაცემა არ ჩაგვიტარებია ისე რომ ალექსანდრა არ მოგვეყვანთ და ეხაც პირველივეში იმიტომ მოვიყვანთ რომ მარე მოვიშოროთ რა. დიდი პასუხისმგებლობა არის პირველი სტუმრები როცა ვართ იმედია რომ კარგი ფეხით შემოვედით ხო არა ამდენი ტრანსფერი რო აღარ მოხდეს რა ბარემ რო გასტაბილურდება სტაბილურობა რა სტაბილურობა ხო და როგორ მოხსნას ჩვენი ახალი გარემო ძალიან მომწონს კი კარგია ანუ დიდად ახალია თუ დიდად თვალად ახალი არ არის თუ დიდად იცი რა თქვენ იმდენად ჩემები ხართ აი ყველაზე მეტად თვალში რა მოხდა მითხარით ყველაზე მეტად თვალში მომხდა ნინი უკმარისობა მაქვს გრძელი ფეხების უკმარისობა მაქვს გრძელი ფეხები როდესაც ლელო წამოდექი გადავდივარ თამაში რა ყოველთვის თამაშობ თამაში და რა თქმა უნდა ცეკვა თამაშია თუ მარტო თამაში არა ტორტების როლას ბოდიში არა არა ისე რა შეიძლება ცეკვა თამაშიც გაიყვანო ხო კი შეგიძლია ცეკვა თამაში ფიტნესში ამ დროისთვის ძალიან აქტუალური და რაც გინდათ გამაკეთებინებთ რუმბას სვლა რუმბას სვლა მე მგონი უნდა გააკეთო აი წარმატებები მინდა გისურვოთ აი მე არა რა თქვენ ცეკვებში მინდა წარმატებები გისურვოთ და გადავიდეთ ჩვენ ცეკვებზე ჩვენ ცეკვა დავარ ხო ცეკვა თამაში დავარ ხო თამაში 3-2-1 ცეკვა თამაში ფინალურებში მაშასე შინაურებში იწყება შინაურული თამაში შინაურები დიახა ანუ ტვისტერი თამაში თავი ისე იგზენ როგორც საკუთარ სახლში თავი ისე იგზენ როგორც ეროკრატიაში აუ იგზენი რა აუ იგზენია აუ იგზენი რა ჯესადა ხარ ჯესადა აი მოკლედ თემო არის მოტრიალე ანუ თემო არის მოტრიალე რომ დატრიალი არის ჩემ ბეზბოლ თემოსთან მე ვარ საჯი გამარჯვებული არის ის პირველი გავა ბოლოში აბა 1 2 და 3 დატრიალე აჰა მე გადავდივარ ჯერ შენ და მე ბაბუს ხუნთე აჰა მარჯვენა ფეხი წითელზე კაი მარჯვენა ნახე აი ეგ მე რევა ხოლმე პლანეტების რაოდენობა კი ვიცი მაგრამ ეგ მე რევა ირაკლი და 9 სწორია 9 პლანეტა იმიტომ რომ ისე პლანეტად აღიარეს ხო ნუ ძალიან მერყევი მარჯვენა ფეხი ლურჯზე ხელი მეგრე მაშინ ალექსანდრს არ უნდა გედი ისევ ალექსანდრე მარცხენა ფეხი ყვითელზე შე გოგოსთან ერთად წავ წყულში კი კაცო უკვე მიჩვეულები ვართ ხო მიდი შემდეგი მარცხენა ფეხი ყვითელზე ხო ეგეთი და აჰა ეგ არის ალექსანდრე რუმბა არ არის მარცხენა ხელი ყვითელზე აჰა იფიფ დაგხოცოთ მარცხენა ფეხი ყვითელი პაკეტში უნდა ჩაჯდე ჩემო კარგო და უნდა გადახვიდე იქით ისე რომ ხელი არ უნდა აუშვა უყურებ რომ ხელი არ აუშვას ოპა ეგ არის აი მე უნდა აკლობი ძალიან კაია ექიმი არის მარჯვენა ფეხი ლურჯი მარცხენა თუ მარცხენა ოპა სწორია აბა დატრიალე ჩემი ცეკვის ბოლო პოზა გვაქვს იცი მარცხენა ფეხი წითელი ძმაო ხო არ გადავთ ჯერ წითელს ვერ ხედავ ზოლა აი აგერა გამოიღე და გადა უკან წამოვიდო კი კი ბატონო ოპა გათავისი ვა საღო ბაბა ვა სანდრა წინ არის მარჯვენა ხელი წითელზე აი აქ ეს ხომ მარჯვენა ხო კი მაიცა კი აუ ხო არ გადა მარცხენა ხელი მწვანეზე აი პირველზე თუ მეორეზე მოდი მესამეზე გადა მესამეზე დროზე მარჯვენა ფეხი მწვანეზე ეს მე მომაჩა ხო კი ეს მარჯვენა ფეხი მწვანეზე ანუ აი ეს კარგად დააკვირდით საიდან გამოაწვინა თავი სტორი სტრატეგია კი მარცხენა ფეხი მწვანეზე მარცხენა ფეხი მწვანეზე ოპა ვიცადე გამორიცხული არ არის ეხლა რა და ოპა
მარჯვენა ხელი მწვანეზე. მარჯვენა ხელი მწვანეზე. ანუ ხო ყველას გვევასება ეს თამაში. მე მომართა. კი, მარჯვენა, ეს არის მარჯვენა. გასაგებია, მაგრამ მოიცანე ხე. მიდი, ეგ არის და დააფიქსირე. დაფიქსირებულია. დავში. შემდეგ მარცხენა ხელი ლურჯზე. აუ. ანუ აი ამ ლურჯზე. აუ მარცხენა. ეგ არის. აუ მაგაც. მარჯვენა რეპეტიციის ხელი უკვე გავხურდით არა. მარჯვენა ხელი ლურჯზე. ახლოს არის უკვე ალექსანდრა დრა თუ დრე? დოქტორ დრე. მარცხენა ხელი ლურჯზე. გავიდა? არა. აბა მე დროს დაატრიალე. მარცხენა ხელი ყვითელზე. ჩემი. ხო. ანუ პოტენციალ გადმოწყვეტ. რომელზე? ხო. მე გამოვწექი ჩაულებრად. ხარ თეძოზე ვწევარ და მეგონი არ შეიძლება. მარჯვენა ხელი მწვანეზე. ვა, 1000 მომიდო, 1000. მოიცადე. მარცხენა ხელი მწვანეზე. მე? ხო. გამარჯვებულია დოქტორ დრე. ამჟე გილოცავ შვენიერი გამარჯვება იყო, შვენი რო თამაშეთ, შვენიერი თამაში იყო. მოკლედ, წარმატებებს შენ გისურვებთ. გუშემოტკივრობდი რა. ამას ამისუჯებთ, ხო? მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, იხარეთ და იბედნიერეთ, კაი. ამან კარგად იყავით, საქმეები გვაქვს ჩვენ და ვერ გაგამოვიდეთ. დიდი მადლობა, წარმატებები. სანამ ესენი